რომელიც ვალდებულებებს მართებულად შეასრულებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს. პარტია ახალი დემოკრატია ხელისუფლებას ნდობის ვოტუმს არ მისცემს, შანსი არ არის. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კენჭისყრის შემდეგ ვადამდელი არჩევნების ალბათობა დიდია. მით უმეტეს, რომ საბერძნეთის მოქალაქეები ახალ ხის ეკონომიკას კიდევ უფრო მძაფრად იგრძნობენ. ერთი მხრივ კარგია, რომ ევროზონაში ვრჩებით, მაგრამ მეორე მხრივ ვიცი, რომ სერიოზული სირთულეები გველოდება. ჩვენ ახალი კრიზისი გველოდება, მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ ეს გეგმა ჩვენთვის სასიკეთოდ განხორციელდება. დახმარების მესამე პაკეტს ათენი ეტაპობრივად მიიღებს, თუმცა უმკაცრესი პირობით. ბერძნები ფულს ერთიანად არ მიიღებენ, პროცესი იქნება ეტაპობრივი. თუ შევნიშნათ, რომ ქვეყანაში ისევ სტაგნაცია და არაფერი კეთდება, პროგრამა შეჩერდება. საბერძნეთის პარლამენტის მიერ რატიფიცირებული დოკუმენტი ევროჯგუფს უკვე გადაეგზავნა. გეგმის განხორციელებამდე დოკუმენტი იქ უნდა განიხილონ და დაამტკიცონ. კიდევ რა ხდებოდა მნიშვნელოვანი მსოფლიოში, გაიგეთ უცხოეთის ახალი ამბების ქრონიკიდან. ამერიკული მედიის ცნობით დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები ერაყში პეშმეგარაზე ქურთულ დანაყოფზე თავდასხმისას ქიმიური არახს იყენებდნენ. საქმე ეგრეთ წოდებულ დოგვის გაზს ეხება, რომელსაც იპრიც უწოდებენ. ვერტმფრენ მზით მისტრალის გარიგების ჩაშლისთვის კომპენსაცია საფრანგეთმა €1 მილიარდ ნაკლებად შეაფასა. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, პარიზ შეთანხმების გაუქმება €840 მილიონი დაუჯდება. მოსკოვში მასშტაბური ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია. ცეცხლის აწვავის საცავს წაეკიდა. ინციდენტის მიზეზი მდინარის ქვეშ გამავალ ნავთობსადენზე სარემონტო სამუშაოებისას მომხდარი ავარია გახდა. ჩინეთის საპორტო ქალაქ ტიანჯინში დაღუპულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა. მაშველთა ბრიგადები დაკარგულებს კვლავ ეძებენ. აფეთქების შემდეგ ნანგრევებიდან მეხანძრეებმა რამდენიმე ადამიანის ამოყვანა შეძლეს, მათ შორის 19 წლის მეხანძრეა. შეერთებულმა შტატებმა საფრანგეთს 14 წლის წინ მოპარული პიკასოს ნახატი გადასცა. ცერემონია ვაშინგტონში საფრანგეთის საელჩოში გაიმართა. პიკასოს დალაგს პარიზში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში განათავსებენ. შეერთებული შტატები ელვის პრესლის ხსოვნის კვირეულს აღნიშნავს. როკ-ენ-როლის მეფის გარდაცვალების თარიღთან დაკავშირებით პრესლის სახელობის საფოსტო მარკა დაბეჭდეს. 16 აგვისტოს მემფისში პრესლის მამულში საიუბილეო აუქციონი გაიმართება. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კობა ხარშილაძე და მიხეილ ძაძამიან ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავეცნეს 10 ხმაურის წინააღმდეგ, ასეთი აღმოჩნდა ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი. ჟუანიას დაცვის წევრების საქმეზე საქალაქო სასამართლოში რეკლამის შემდეგ ჩვენ პირდაპირ ჩართვა შემოგთავაზებთ პირველი კომენტარები და განცხადებებით ამ თემაზე. საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში. საზღვაო კინოსეზონის დეტალები ქრონიკაში. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია ზედაზენი. აბარა. ზაფხულის გასართობი გადაცემების სპონსორია ჯეოსელი. საიღე ყველაზე იაფი ინტერნეტი როუმინგში მოულოდნელი ხარჯების გარეშე. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია რიკო კრედიტი. გახსენით ოქროს თამასუქი ლარში და მიიღეთ რეალური 15%-იანი სარგებელი. რიკო კრედიტი. სამიჯი 4G ისარგებლე 10-ჯერ უფრო სწრაფი ინტერნეტით ბილაინისგან. შეიძინე 4G სმარტფონები თვეში 19 ლარიდან და მიიღე ულიმიტო ზარები ბილაინის ქსელში. ულიმიტო SMS-ი, 1 გიგაბაიტი უსწრაფესი 4G ინტერნეტი და ულიმიტო WhatsApp-ი ყოველ თვე 1 წლის განმავლობაში. ბილაინი ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასი. უფრო ხმა მაღლა. შვენიერია. კიდეც ისარტყელა დაინახო. საოცარია, რამდენი რამ შეიძლება აღმოაჩინოს ბავშვმა მეგობარ ბარნისთან ერთად. თქვენი დახმარებით. ბარნი, ფაფუგი ორცხობილად დამზადებული ხარისხიანი ინგრედიენტებით, ხორბლით, შოკოლადითა და კვერცხით. წავედით. თუ ვინმე სასესხაფული, მნიშვნელოვანია რომ მას განუმარტო ყველაფერი. აი ეს არის თქვენი მეორე საფულე. გამოიყენეთ იგი. გონივრულად. ნეტკრედიტის ლოიალობის პროგრამა გთავაზობთ 5%-იან ფასდაკლებას ყოველ მომდევნო სესზე. მაქსიმალური ფასდაკლება 30%. ნეტკრედიტი.
შეგაწუხათ სიცხემ. შეიძინეთ ვესტელის კონდიციონერი ტურბოგაგრილების ფუნქციით. 23 აგვისტომდე ისარგებლეთ 300 ლარამდე ფასდაკლებით და საჩუქრად მიიღეთ 100 ლარის ღირებულების მონტაჟი უფასოდ. საქართველოს კულტურის პალატა 14, 15 და 16 აგვისტოს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში წარმოგიდგენთ სუხიშვილების საიუბილეო დასკვნით კონცერტებს. გენერალური სპონსორი ფორუმი ახალი ნათებისგან, ოქროს სპონსორი დეველოპერული კომპანია M კვადრატი, ღონისძიების მასპინძელი სასტუმრო ლეო გრანდი, საინფორმაციო მხარდამჭერი ტელეკომპანია იმედი და რადიო იმედი. დასაწყისი 21 საათზე. სიგრილისათვის, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გამოყვებათ, Head & Shoulders-ი იზრუნებს თქვენზე. ეხმარება გაგრილებაში მთელი დღის განმავლობაში და აცილებს ქერტლს. Head & Shoulders-ი იცხოვრე 100%-ით. ყურადღება. Vivus G გთავაზობთ ყველაზე დაბალ პროცენტს ყოველ განმეორების სესხზე. პირველი სესხი კი კვლავაც უპროცენტოა. მოითხოვე ახლავე და მიიღეთ თანხა სულ რაღაც 15 წუთში. Vivus G. ფული თანამედროვე ხალხისთვის. ორჯერ უფრო სქელი ვიდრე აქამდე. ახალი ფეირი, ნაცადია პრეტენზიული ქალბატონების მიერ. მზად ხართ? ჩვენ ორჯერ უფრო მზად ვართ. მოდით ვცადოთ. უამრავი კაფეა. რაიოლად გაასუფთავა. აბა როგორია ახალი ფეირი? ბევრად უფრო სქელი წინა ფეირისთან შედარებით. ეს არის ახალი ფეირი. ორჯერ უფრო სქელი ფეირი არადარ მთავრდება. გაკეთე მეტი, ვიდრე გსურს. ახალი პლანშეტი Lenovo Yoga ტაბლეტი. საღამოს გასართობი გადაცემების წარმოდგენია მაგთიკომის საერთაშორისო ტარიფი ჩემი მსოფლიო. ეკონტაქტე მსოფლიოს 15 ქვეყანას წუთში 15 თეთრად. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ექსპრეს ბანკი, ყველაზე მარტივი ბანკი საქართველოში. ექსპრეს ბანკში სესხის აღება ყველაზე მარტივია. ექსპრეს ბანკი. მარტივია. ეს არის ქრონიკა 8-ზე. ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში ვთავთ საქალაქო სასამართლოს, სადაც ჩვენი კორესპონდენტი ბექა პატურაშვილი იმყოფება. იქ ნაფიცმა მსაჯულებმა კობა ხარშილაძე და მიხეილ ძაძამია დამნაშავეცნეს და ახლა ბექა პირველ კომენტარებს და განცხადებებს გაგვაცნობს. ბექა, გისმენთ. დიახტია 10 მომხრე და 2 წინააღმდეგი, ასეთი იყო შეფარდება, რომლის შედეგადაც ნაფიცმა მსაჯულებმა კობა ხარშილაძე და მიხეილ ძაძამია დამნაშავეცნეს. დასკვნითი სიტყვებისა და რეპლიკების მოსმენის შემდეგ დაახლოებით 4 საათის განმავლობაში თათბირობდნენ ისინი, რათა მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება და ამდგარ განაჩენთან დაკავშირებით ჯერჯერობით ჩვენ მხოლოდ ბრალდების მხარის პოზიციები მოვისმინეთ, ასევე მოვისმინეთ დაღუპული ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრების, ასევე რაულ იუსუპოვის მამის განცხადება. სამივე მათგანი მიიჩნევს, რომ